მე ვიდრე ვკითხო თქვენ ახლა გოგობეჭიშვილო, თქვენ დედა ხარ? ორადორი კონტაქტი ყავდა ესეთ პაციენტს. ესეთი პაციენტები არიან მოწყვლადი ნებისმიერი დამატებითი ჯანმრთელობის პრობლემის მიმართ. ნებისმიერმა ვირუსულმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს მათი გარდაცვალება. აი მხოლოდ ამ მომენტამდე თქვენი გადაწყვეტილებით და მოთხოვნები ავტოთეორიზების გამო ყველათ ის რომ დედაჩემი იძულებული გახდით ჩვენ რომ გადაგვეყანა იმდენი კონტაქტის მქონე ადგილად მართალია ეს ჰოსპიტალია მაგრამ მე ჩემი კომპეტენციებიდან გამომდინარე იგივე პირობების სახში მქონა შექმნილი ჰოსპიტალში 5 წლა მუშაობს ექიმების 5 წლა მუშაობს ექიმების დაახლოებით 40 კაცამდეა დაბალი ადმინისტრატორები რეგისტრატორები თანხმდებიან რომელიც მოდიან სანახავად პაციენტს თქვენ გაზარდეთ პაციენტის ავადობის და სიკვდილობის რისკი. აი ამიტომ მე მიზეს შედეგობრივად რა მოხდა მე თქვენგან განსხვავებით მე სიმართლის და სამართლის მხარესო და არ ვიკადრებ იმას ვის ნაგაბრალოთ რას თქვენ აგებთ. ის რაც მე შემოგთავაზე აქტოთის ორგანიზების ალტერნატივად ერთ რაღაცას ვიდა ხოლმე ვიქნებოდი მე მისამართზე საბურთალოზე თუ ვიქნებოდი მე გზაში. მათ შორის არ მომეწონს საშუალება ჩემი ცხოვრების მთავარი პაციენტი გამეცია ის დახმარება, რომელიც აბსოლუტურად ყველა პაციენტს აქვს ჩემი პრაქტიკის მანძილზე გახსნილი. არც ერთი პაციენტი არ გამიშვია ამ ქვეყნიდან იმ დამატებითი ძალისხმევის გარეშე, რომელიც ყველა სამედიცინო პროტოკოლს ცდება გარეთ და შეიძლება ზოგ შემთხვევაში შემოყოლებინა წყლის ნაკვთში მიფასო, მაგრამ კონკრეტული ადამიანები დადიან დღეს დედამიწაზე, რომლებიც მხოლოდ იმიტომ არიან ცოცხლები, რომ მე 40 წუთის მაგივრად 2 საათში შევწყვიტა, 2 საათი არ შევწყვიტა მათი დახმარება გადამოდებელი გუნდის რეანიმაცია. ეს ეგ კონკრეტული ადამიანები ცოცხლები დადიან. პატარა ბავშვები იყვნენ, რომლებიც ეს თინეიჯერები იყვნენ. თქვენ დაუსაბუთებელი და უსისხლო აი უბრძნო გადაწყვეტილებით, რომ შეიძლება ეს ყველაფერი სხვანაირადაც ვიგებო, არ მომეწონს საშუალება ჩემი ცხოვრების მთავარ პაციენტთან ზუსტად იგივე ნაბიჯები გადამეტა, რომელიც თითოეულ ჩემ პაციენტს აზრდებოდა და ამიერიდანაც ესეთი შინაგანი წმენით მუშაობდა და ესეთი შინაგანი წმენით ვარდი. თქვენ არ მიეც გაგრძელდეს ის საშუალება თავის ცხოვრების ბოლო თვე გაეტარებინა მისი შვილის გვერდი რომელიც არის იქიდან რომელიც ასე ზრუნავდა და მე ვიდრე ვკითხო თქვენ ახლა გოგობეჭიშვილო თქვენ დედა ხარ?